რომელი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ აფხაზი თუ აფსუ ამ საკითხთან დაკავშირებით აი თითქოს რაღაც სპეკულაციები ხდება ხოლმე და ჩვენ თვითონაც ცოტა გვიჭირს ორიენტაცია ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთი კონკრეტული ცალსახა ახსნა განმარტება რომელიც აჯამებს ყველა არსებულ განხილვას და ამასთან დაკავშირებით კამათებს აფსუ არის ეთნიკური ნიშანი ანუ როგორც მაგალითად არის ქართველი როგორც არის მაგალითად ფრანგი როგორც არის მაგალითად რუსი აი ასეთი ეთნიკური დასახელება არის აფსუა თვითონაც ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს და დღემდე მაგალითად ყველაზე ახლოს მონათესავე ხალხი ეთნოსი რომელიც არის აფსუებთან ეს არის აბაზები რომლებიც ზუსტად აი თავისივე გამოთქმაში აფსუა ასე ეძახიან საკუთარ თავს მაგრამ რატომ ხوارოთ მაშინ აფხაზს კრებითად და თქვა ქართველებსაც უწოდებთ აფხაზებს და უწოდებთ მაგალითად აფსუებსაც აფხაზებს აქ ერთ-ერთი კონკრეტული ახსნა განმარტება აფხაზი არის გეოგრაფიული პოლიტიკური სახელი როგორც მაგალითად არის კახელი როგორც არის მაგალითად ქართლელი როგორც არის მაგალითად მეგრელი სვანი იმერელი და ასე შემდეგ ანუ აფხაზი არის იმ კუთხის შვილი შესაბამისად აფხაზი შეიძლება იყოს როგორც აფსუა ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი ქართველი და სხვა შორის მე იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვქნით ხო სამოქალაქო საზოგადოებას და აქ უფრო როცა ვამბობთ რომ აი მე მაგალითად ვარ რომელიმე ქვეყნის შვილი ან მაგალითად მე ვარ რომელიმე კუთხის შვილი ამ შემთხვევაში ვამბობ სადაც დავიბადე სადაც გავიზარდე რომელ კულტურამაც მასაძვრავა მე და მომცა საკუთარი თავის აღქმა შესაბამისად ეს არის პოლიტიკური და გეოგრაფიული სახელი მაგრამ როცა ვსჯელობთ ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით აი მე ხშირად ვახსენებ ხოლმე აფსუას ამ შემთხვევაში იმას კი არ ვუსვავ ხაზს რომ აი რაღაცა არანაირი სპეკულაციები არა აქვს ამ შემთხვევაში ადგილი. უბრალოდ მე მინდა რომ მივანიშნო კონკრეტულად არაეთნიკური წარმოშობის ხალხზე, რომლებიც თავის დროზე, ანუ მათ ხას უზავ მათ ჩილოკავკასიურ წარმომავლობას იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ისინი გახდნენ აი ამ პროპაგანდის მსხვერპლები და მინდა რომ მათზე გავამახვილო ყურადღება. თორე ეს არანაირი სპეკულაციის საკითხი არ უნდა გახდეს. ამიტომ გავუმიჯნოთ ტერმინები, ხო? როცა ვამბობთ აფსუას, ვგულისხმობთ იმ ხალხს, რომელთაც აქვს არაეთნიკურად ქართული წარმოშობა, ხოლო როცა ვამბობთ აფხაზებს, ეს შეიძლება იყოს ქართველი, ეს შეიძლება იყოს ფრანგი, ეს შეიძლება იყოს გერმანელი, როგორც მაგალითად თბილისელი შეიძლება იყოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი, ან მაგალითად კახეთში შეიძლება ხდებოდეს ბევრი იმერული გვარის წარმომადგენელი. ანუ აფხაზი არის საქართველოს კუთხის შვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა იქ. ხოლო აფსუას როცა ვამბობთ, ეს არის ეთნიკური ნიშანი, რომელიც გულისხმობს ან ახალ, ან რაღაც პერიოდის წინ ჩამოსახლებულ ჩრდილოკავკასიური წარმოშობის ადამიანს. ეს არის და ეს უბრალოდ ტერმინებში როცა კონკრეტიზაცია გვჭირდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება გავუმიჯნოთ ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან. გილოცავთ ახალ წელს.